პირდაპირ რო იწყებ რაღაც მედიტაციებს ან რაღაცებს, იქნება არ ეთანხმები, ხო? იმ ადამიანმა, რომელს მეორეჯერ თუ მესამეჯერ იყო დარბაზში, უფრო მეტი რაღაც გაიაზრა, იმიტომ რომ მისთვის სხვანაირი იყო ეს ყველაფერი. გაჩნდა ის უკვდავების იდეა, ალქიმია, ეს ყველაფერი ტანტრასთან დაუკავშირდა. მეცნიერების რაღაც ნაწილები, როცა გეუბნებიან, რომ ეს არ გააკეთო, ბოდიბილდინგში ეგრე ვერ მოხდება. აღმოჩნდა, რომ სულ რაღაც მე-20 საუკუნეში არის შემოტანილი ეს. ყველა კუნთს რო ვარჩევენ, მერე სარკესთან დგანან და ამოწმებენ, აბა როგორ გაიზარდა. ვისაც აქვს სტრესი ან მსუბუქი ფორმის დეპრესია, ერთნახევარჯერ უფრო ეფექტიანია, ვიდრე თუნდაც ფსიქოთერაპია ან მედიკამენტოზური მკურნალობა. მარტივად დავიწყებ პირდაპირ იოგაზე, რომ როგორ მოქმედებს იოგა ჯანმრთელობაზე, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ გონებრივ და სულიერ ნაწილშიც. მოდი ესე დავიწყოთ, ჯერ ფიზიკური ვარჯიში ავიღოთ, ხო? იოგა დღეს როგორც არის ჩამოყალიბებული, არის სრულფასოვანი ფიზიკური ვარჯიში ან ტანვარჯიში ან სისტემა, რომელიც ორიენტირებული არის ადამიანის ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებული ტრანსფორმაცია განიცადა მე-20 საუკუნეში, იმიტომ რომ გახდა საჭირო ანატომიური დეტალების შემოტანა, იმიტომ რომ ძველი იოგა არ იყო ისე აქცენტირებული ანატომიაზე. ეს ყველგან ასე იყო ალბათ, აი თქვათ, შეიძლება თქვათ ჯიმშიც და ყველგან რაღაცნაირად ერთიანად მოხდა ეგეთი ინოვაციები და ხო, აი რაღაც მედიცინასთან დაახლოება, სახსრების ცოდნა, კინეზიოლოგიის ცოდნის საჭიროება და აქედან გამომდინარე. და ამან ყველაფერმა და იმ კვლევებმაც და ემპირიულმა დაკვირვებებმაც გვაჩვენა, რომ იოგა მოქმედებს ზოგადად მთლიან ჯანმრთელობაზე დადებითად და განსაკუთრებით სახსროვან სისტემაზე. და იოგას დადებითი მხარე შეიძლება ის აღნიშნოთ, რომ ის მოქმედებს ნერვულ სისტემაზეც იმდენადაც, რამდენად ეს არის თვითონ მათ შორის ფიზიკური იოგას განუყოფელი ნაწილიც და კვლევები აჩვენებს, რომ თუნდაც ვისაც აქვს სტრესი ან მსუბუქი ფორმის დეპრესია, ერთნახევარჯერ უფრო ეფექტიანია, ვიდრე თუნდაც ფსიქოთერაპია ან მედიკამენტოზური მკურნალობა. რატო? იმიტომ რომ სხეულიც ჩართული არის რა. და ჩვენი, ასე ვთქვათ, ემოციური ბლოკები, პრობლემები და ასე შემდეგ დიდწილად კავშირში არის ორგანიზმთან. და ეს ჩართულობა, და მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ფიზიკური იოგაც არ არის მხოლოდ ფიზიკური, იმიტომ რომ ეს არის სულიერი პრაქტიკა. იმიტომ რომ შენ თუნდაც იჩენ დისციპლინას, იჩენ ყურადღებას და სხვადასხვა იგივეს ვფიქრობ მე თუნდაც დავუშვათ სხვა ფიზიკურ აქტივობებზე რა. თავარი, იოგა რითაც განსხვავდება, ეს არის ის დამოკიდებულება და განწყობა, რაც იქმნება ხოლმე იოგას სტუდიებში და ატმოსფეროში. თორე ანალოგიურად, ხო, მე შემიძლია იგივე ეფექტს მივახციო, ნებისმიერი, თქვათ, თუნდაც ჯიმში იყოს ადამიანი. უბრალოდ თუ ის სულისკვეთება არის ჩამოყალიბებული, მაშინ ადამიანი იგრძნობს თავს ენერგიულად, იგრძნობს, რო თქვათ, სახსრების პრობლემები მოეხსნა და თავარი არის, რომ ის რაღაცნაირად გრადაციებით და ეტაპობრივად დაიწყოს, ასე ვთქვათ, პრაქტიკა. ამიტომ ორივე ასპექტი არის მნიშვნელოვანი. იოგას უპირატესობა ეგ არის, რომ იოგაში ვერ დაიყენებ ისე კუნთებს, როგორც საუშვად წონებით ვარჯიშის დროს და რა თქმა უნდა მე ამჯობინებ წონებს, თუ ეს არის ეს რო იყოს ჩემი ამოცანა, მაგრამ იქ მაინც ჩართული არის mindfulness-ი ხდება პროცესში, დაკვირვება, სუნთქვა და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური იოგა არ არის უმაღლესი იოგა და ეს რაღაც თანამედროვე მოვლენა არის, მე ამას განვიხილავ სრულიად სერიოზულად და მიმაჩნია, რომ საფუძვლიანად უნდა შევისწავლოთ ანატომია და ინსტრუქტორმა, რომ სანამ თქვათ დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას. სრულიად გასაგები არის. ფიტნესთან კავშირი ახსენეთ და კი რამდენადაც ინსტრუქტორი ვარ, ვეთანხმები სრულიად მოსაზრებას. თანამედროვე სულ რამდენიმე წელია უკვე მეცნიერებასთან დაახლოებული ფიტნესი დაიწყეს. არის საზოგადოება, ვინც მთლიანად ამას ეთანხმება, არის საზოგადოება, ვინც ამბობს, რომ მეცნიერების რაღაც ნაწილები, როცა გეუბნებიან, რომ ეს არ გააკეთო, ბოდიბილდინგში ეგრე ვერ მოხდება, იმიტომ რომ ზოგიერთ ნაწილს ფიზიკურად ყურადღებას არ აქცევენ. ესე სრულიად ჯანმრთელობის სპორტი უკვე მაგ დონეზე აღარ არის.
თუმცაღა იოგაში რამდენადაც სულიერება მნიშვნელოვანია, ეგ უკვე წინა სტუმრითაც გარკვეულწილად გავიგე, მაგრამ ფიზიკური აქტივობა წამოიწია წინ. ახსენეთ, რამდენად სახეცვლილი გახდა იოგა მე-20 საუკუნეში და ასე შემდგომ. ამიტომ უფრო ჩაგეძიებით ჯერ პირველ ნაწილზე იოგის, ანუ გულისხმობ ჩამოყალიბების პერიოდში, რომ ჩამოყალიბდა მაშინ რამდენად სახეცვლილი იყო დღევანდელთან მიმართებაში. ჩვენ ამაზე წინ სანამ ჩავწერდით, იქამდეც ვისაუბრეთ, რომ მე-20 საუკუნეში გულისხმობ? მე-20 საუკუნეში ან ჩამოყალიბების დროს, ანუ ადამიანების უმრავლესობა იოგაში ისეთ სიღრმეებში არ არის შესული, ჩემზეც მაქვს საუბარი, რომ ზუსტად იცოდეს როგორ ჩამოყალიბდა, რისთვის, რატომ შეიქმნა და რა იყო საერთოდ თავიდან იოგა. იმიტომ რომ შეიცვალა და ეხლა თითქოს უფრო ფიზიკურ ნაწილს უყურებენ, ან მცირედად სულიერს უმრავლესობა, ვინც იოგაზე დადის. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ვინც დაინტერესებულია იოგათი. და სანამ მაგალითად თქვენთან არ გავისაუბრიან ისეთ ადამიანებთან, ვინც სხვებს ასწავლიან, იოგას რეალური სახე თითქმის არ ვიცოდი. და მაინც მეგონა, რომ უფრო ეს გაწელვები და სულიერი ნაწილიც იყო, მაგრამ იქ ჩახედული საერთოდ არ ყოფილვარ. პირველ რიგში მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ეს რეალური სახის სიღრმეებში ვერ შევედი, მაგრამ უკვე ვიცი, რომ რაღაც სხვაც არის. და მინდა რომ ეს ხალხისთვისაც ასე თუ ისე გარკვეულწილად გახდეს ინფორმაცია მივაწოდოთ რა. თქვენი გადმოსახედი მაინტერესებს, ინფორმაცია მაინტერესებს თქვენგან, რაც ამხელა გამოცდილების შემდგომ დაგიგროვდათ, როგორ ჩამოყალიბდა იოგა, რატო ჩამოყალიბდა იოგა და სახეცვლილებამდე, რაც თანამედროვე სამყაროს მოერგო, როგორი იყო იოგა. კი ბატონო, ძალიან ვრცელი თემაა, მაგრამ ესე იგი პირველ რიგში გავმიჯნავდი თანამედროვე იოგას, როგორც ვთქვათ, ფიტნეს, ფიტნეს მცირედი, ასე ვთქვათ, სულიერი ელემენტებით. და მეორეს, ანუ იოგას როგორც მედიტაციას ან ინდურ სკოლას, ფილოსოფიურ სკოლას. მე ესე უყურებ, რომ რადგან ანუ იოგაში მედიტაციური საფეხურები მიიჩნევა უფრო მაღალ საფეხურებად. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ კონცენტრირდებით და ადამიანს აინტერესებს ფიზიკური იოგა, ეს კარგად უნდა იყოს ინსტრუქტორის მიერ შესწავლილი და ცალკე კურსები არის საჭირო. და ამაში მოწინავეები ამერიკელები არიან, ანუ ვინც შეიმუშავა ერთგვარად, ანუ ეს იოგას ანატომია, რის მიხედვითაც ჩვენ ვამზადებთ ინსტრუქტორებს. ანუ მე რო ვთქვათ, მივსდევდე მედიტაციას და ესე შევხედო, რომ მე მედიტაციას ვასწავლი და ასანები რა არის, ანუ ესეც პირდაპირ შემიძლია ვასწავლო, ესე არ არის, იმიტომ რომ იმ ასანებს, ანუ ვარჯიშებს ჭირდება ცალკე დამოუკიდებელი მეცნიერება და დიდ ყურადღებას მოითხოვს და ცალკე შესწავლას. და მეორე ფორმა, ანუ უბრალოდ ამ პირველი ფორმა იოგასი, ეს არის კავშირში ინდურ ფესვებთან, ინდური კულტურის ფესვებთან, მაგრამ მოდი ჯერ მე-20 საუკუნეში აღნიშნოთ, ანუ რა მოხდა, რომ მაგალითად ჩვენ ვიცით ვარჯიში, რომელსაც ეწოდება მზის მისალმება. და მე ვთარგმნე წიგნი იოგა მალა, ანუ ეს აშტანგა იოგა არის ყველაზე პოპულარული სახეობა მსოფლიოში და როგორც ჩემი მასწავლებელი და მისი მასწავლებელი ამობდნენ, ეს მოდის უხსოვარი დროიდან, ანუ მზის მისალმება ეს ვარჯიში. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, იოგაში თურმე ეს მზის მისალმება საერთოდ არ არის ნახსენები. ანუ მე-20 საუკუნემდე. და ეხლა უნიკალური კადრები დაიდო რამდენიმე თვის წინ, ანუ ბრიტანულ არქივში მე-20 საუკუნეში ვიდეო კადრები არის, სადაც ერთ-ერთი რაჯა, ანუ თავადი, ასე ვთქვათ, აკეთებს ამ მზის მისალმებას, ანუ ინდოელი თავადი და აღმოჩნდა, რომ სულ რაღაც მე-20 საუკუნეში არის შემოტანილი ეს და გარდა ამისა, ბევრი კვლევარი, უახლესი კვლევებიც არის რა. და როგორც ჩანს, ანუ მე-20 საუკუნეში იოგას, ანუ სტანდარტულ, ანუ უკვე არსებულ პოზებს, რომლებშიც იყო ბევრი ამ ჯდომელა პოზა, ლოტოსის პოზა და ასე შემდეგ, დაემატა სხვადასხვა ვარჯიშები. მათ შორის ეს მზის მისალმება, როგორც ჩანს, ძალიან დიდი კავშირი ჰქონდა ამას ინდურ ჭიდაობასთან, ინდური ჭიდაობისგანაც აიღეს, დიდი ალბათობით აიღეს ბრიტანული ტანვარჯიშისგან. ძალიან ბევრი ის, რასაც ჩვენ ახლა იოგას ასანას უწოდებთ, ეს არის ბრიტანული ტანვარჯიშის და შვედური ტანვარჯიშის ვარჯიშები.
და ხო არის დოკუმენტური თქვათ მასალა, სადაც აი წერია რომ თქვათ იოგაში ეს პოზა რომელ წელს გაჩნდა თქვათ, რომ აი სად არის ნახსენები და თქვათ ბრიტანულ ჟურნალებში ანუ იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო და სხვათა შორის სადაც გაჩნდა იოგას ეს ტანვარჯიშის ყველაზე გავრცელებული ფორმა ქალაქ მაისორში, იქ გვერდი იყო ბოდიბილდინგისა და იოგას სექციები. ანუ ეს კავშირები იმდროინდელი ფიზკულტურა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ამას ასპონსორებდა იმდროინდელი, ასე ვთქვათ, იმ პერიოდის მთავარი რაჯა ოდიარ მეოთხე, ანუ ასე ვთქვათ, თავის სასახლეში, ასე ვთქვათ და გაიხსნა ანუ ეს სექციები. და ზოგიერთი იოგას მასწავლებელი მივიდა როგორც იყო კრიშნამაჩარია და სხვები, რომლებმაც სხვადასხვა რაღაცეები შეკრიბეს და ასე აქციეს ეს თანამედროვე იოგად. რამდენი პროცენტი არის, ანუ დღეს რაც კეთდება საერთოდ, ეს შეიძლება ითქვას, რომ 80% ამ ვარჯიშებისა შეიძლება აი ფიზიკური იოგას გულისხმობ, არის შექმნილი აი ამ მე-20 საუკუნეში აღებული. და მათ შორის ის ფსიქოტექნიკებიც, როგორც არის რელაქსაციის დეტალური ტექნიკა, რომ ჩემი სხეული შევიგზნო, დავასკანერო, ესეთი ელემენტები იოგაში იყო, მაგრამ აი ეს მიმართო, რომ ეხა სხეული შევიგზნო სიმძიმეს და ასე შემდეგ სითბოს, ეს როგორც ჩანს, ასევე აღებული არის ამერიკული ფსიქოთერაპიისგან. და შემდგომ უკვე დასავლეთს წარუდგინეს როგორც რაღაც ინდური. და მეც ანუ როცა თინეიჯერი ვიყავი, ანუ რაღაცნაირად ესე მჯეროდა, იმიტომ რომ ეს გურუები ამობდნენ, რომ ეს არის ათასობით წლოვანი პრაქტიკა და აღმოჩნდა, რომ ეს კი არ არის ათასწლოვანი პრაქტიკა. ანუ ის იოგა უფრო სხვა მოვლენა იყო და ასე ვთქვათ, არ ვიცი ეს რამდენად თქვენი გადაცემის ფორმატში ჩდება, ანუ რა პერიოდზეც გინდათ, იმ პერიოდზე გავაკეთოთ ანუ აქცენტი, ანუ მანამდელი იოგა, ანუ კოლონიალური იოგა კიდე უფრო ანუ სხვა ტრადიცია იყო, რაც კავშირში არის ჰათა იოგასთან, რაც კავშირში არის ტანტრასთან, კიდე უფრო ადრე თვითონ კლასიკური იოგას სკოლასთან, რასაც ქვია პატანჯალის იოგა, რაც აი მე თარგმნე რამდენიმე წლის წინ გამოვიდა, ეს არის ვივეკანანდას კომენტარებით და ეხლა ამზადებ ანუ სრულ კომენტარებს ანუ იოგას ფილოსოფიისა და ეს ჩამოყალიბდა ასევე ბუდისტურ გარემოში, იოგაზე ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ბუდიზმს, განსაკუთრებით იოგაჩარა ბუდიზმს და კიდევ უფრო ადრე ეს არის ანუ ბრაჰმანული ტრადიცია, ინდური ასე ვთქვათ, მეინსტრიმული ტრადიცია, ეს გუპტას დინასტიის პერიოდი, მაიურას დინასტიის პერიოდშიც და ეს კიდევ უფრო ადრე ჩვენ შეგვიძლია ფესვები მოვიძიოთ ვედურ პერიოდში, როდესაც ანუ იყო მეინსტრიმული, ასე ვთქვათ, რაღაც მსხვერპლშეწირვის ტრადიციები, ვედური ტრადიციები და იყო ამის პარალელურად არამეინსტრიმული, ანუ არავედური ტრადიციები, რომელსაც შრამანა ეწოდებოდა ადამიანები, რომლებიც მისდევდნენ სულიერ პრაქტიკას, არა გარეგანი მსხვერპლშეწირვით, არამედ ასკეტიზმით, ანუ შინაგანი თვით უარყოფით, თვით დისციპლინით და რომელთა მიზანსაც წარმოადგენდა ანუ კარმის გაწმენდა, სულიერი ხსნა, ანუ სოტერიოლოგია. იმის მიხედვით ახლა ჩვენი გადაცემა არის რაზეც გინათ აქეთ ჩამოვიდეთ. საინტერესო არის იდეაში ფორმატს რაც შეეხება. ფორმატი ორიენტირებულია ჯანმრთელობაზე, მაგრამ მე მაინც ვცდილობ რომ ჯანმრთელობის გარდა ინფორმაცია მივაწვდინოთ ხალხს გარკვეულწილად ყველაფერზე, რომ იცოდნენ რატოა ეს მნიშვნელოვანი და რატო არა, თუნდაც ფიზიკურ აქტივობაზე, იოგაზე, კვებაზე და ასე შემდგომ. იდეაში თქვენ რო თქვით, რომ აი მედიტაცია და უშუალოდ ფიზიკური იოგის ნაწილი ერთმანეთისგან რო განსხვავდებოდა, მე დავაკავშირე ისევ ფიზიკურ აქტივობაში როგორი განსხვავებულია კვების ნაწილი და ვარჯიშის ნაწილი რა. ყველაზე დიდი გამოწვევები დღეს ეგ არის, რომ უმეტესწილად, როდესაც კარგად კვება არ იციან, მაგალითად ფიტნეს ინსტრუქტორებმა შედეგი ისეთი კარგი არ აქვთ, ან პირიქით, კვება კარგად იციან ნუტრიციოლოგებმა, მაგრამ ვარჯიშის ნაწილში აქვთ ინფორმაცია და საბოლოო ჯამში ეხა ეს სფერო ცდილობს, რომ ეს ყველაფერი გააერთიანოს, რომ უშუალოდ მომხმარებელს ინფორმაცია მიაწვდიოს სწორად რა და დაახლოებით ეგრე დავაკავშირე, ეხლა ეგ ყველაფერი, რომ თუ ერთი იცი, მეორე თუ კარგად არ იცი, შეუძლებელია მეორეზე ისაუბრო.
ნუ მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს ეხლა თქვენ ისტორიის ნაწილი რაც მოყევით დასაწყისიდან მე-20 საუკუნემდე და ნუ მერე სახეცვლილება რო განეცა და ეგეც საინტერესო არის ჩემთვის იმ გაგებით, რომ ანუ უფრო მეტ ინფორმაციას იგებ იოგას შესახებ, რატო შეიქმნა საერთოდ, როგორ წავიდა და საბოლოო ჯამში ის, რომ 80% ფიზიკური აქტივობისა თუ ქმედებებისა, რაც აკეთებდნენ სულიერ ნაწილში და ასე შემდგომ, მე-20 საუკუნეში შეიქმნა, ეხლა ეს ჩემთვის იყო სრული ანუ მეგონია რომ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავი ამ მომენტამდე სანამ ამას გავიგებდი. ნუ თავისუფლად იგზენი თავი იმ გაგებით რომ თუ რამეს ჩათვლით რომ სათქმელია უნდა ითქვას, იმიტომ რომ ინფორმაციას მაყურებელი მიიღებს, რამდენადაც თვლი რომ ამ ინფორმაციას თითქოს ან არ იღებენ, ან შეიძლება კითხვებს არ სვამენ. იმიტომ რომ მგონია რომ რავი, ანუ მყავს ადამიანები, ვინც წლებია იოგაზე დადიან, ყავთ თავიანთი გურუები თუ მასწავლებლები, როგორც უწოდებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ინფორმაცია არც აქვთ. და ეხლა მე, ვინც იოგაზე ერთხელაც არაა ნამყოფი, მაქვს და თავს უფრო კარგად ვგრძნობ, ვიდრე მაგალითად ის ხალხი, იმიტომ რომ მგონია რომ როცა რაღაც გაინტერესებს, რაღაც მხრივ ეგენიც უნდა იცოდე რა. ერთი ტენდენცია, რაც იოგას ისტორიაში შეინიშნებოდა, იყო ის, რომ იოგა, როცა ამბობენ ხოლმე, რომ ან იოგა მეცნიერულია, ან ბუდიზმი მეცნიერულია, ხო? ეს ნაწილობრივ სწორი არის და რა გაგებით, რომ იოგა ცდილობდა განსაკუთრებით კლასიკური იოგა და არა მხოლოდ, რომ მიიღებდა იმ დროინდელ მეცნიერების ტენდენციებს. და მე მგონია, რომ დღევანდელმა იოგმა, ასე ვთქვათ, ან იოგას მიმდევარმა, აი მაგალითად როგორ ვიკვებოთ, ხო? შეიძლება შევისწავლოთ ჩვენ შუა საუკუნეებში იოგები როგორ იკვებებოდნენ, მაგრამ მე მგონია, რომ დღევანდელი აი ის ხალხი, ძველი ხალხი, რომ დღეს გააცოცხლა იოგები, ისინი შეხედავდნენ თანამედროვე მეცნიერება რას ამბობს და თუ არ ემთხვევა მაგალითად აი ძველ ხალხურ მედიცინას, აირჩევდნენ თანამედროვე მედიცინას. იმიტომ რომ ისტორია აჩვენებს, რომ თუნდაც აი ეს მითოლოგია, რაც იოგაში არის, ეს არ იყო მთლიანად ჰაერზე გამოგონილი, არამედ ეს უკავშირდებოდა იმ დროინდელ შეხედულებებს ასტრონომიაზე. და ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ვთქვათ, ფიტნესის დარგში თუ რაღაცა, რომ ადამიანი უყურებს, ესე იგი, მას მუდმივად მზად არის, რომ გადახედოს თავის ინფორმაციას და მერე ანუ განსაკუთრებით ეს ეხება პატანჯალის, რომელიც ასე ვთქვათ, კლასიკური იოგას სკოლის და ასე ვთქვათ, ერთ-ერთი სისტემატიზატორი არის, ხო? ის ცდილობს, რომ საერთოდ გაერკვეს ყველაფერში. გაერკვეს აი მაგალითად იმისთვის, რომ მედიტაციაში ადამიანი წარმატებული იყოს, ის ცდილობს, რომ გაერკვეს გრამატიკაშიც. იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა აი ლევან ღვინჯილია ხშირად ამბობს ხოლმე, რომ ადამიანი ენით აღიქვამს სამყაროს, ხო? და ენა ახალიბებს, ასე ვთქვათ, ცნობიერებას. და გრამატიკაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო იოგას საფუძველში, ასე ვთქვათ. ასევე იყო ძველი ინდური მედიცინა, ანუ აიურვედა, ანუ ამის ინკორპორაციასაც ახდენენ. ნუ გარდა ამისა, ფსიქოლოგია, ფიზიკა, ლოგიკა, ანუ ფაქტობრივად დევიდ გორდონ ვაიტი, ანუ ამერიკელი წამყვანი ინდოლოგი, იოგას უწოდებს ყველაფრის თეორიას, როგორც აი თანამედროვე თეორიული ფიზიკა, ხო? თვითონ დეფინიციაც რო ვთქვათ, ანუ ყველაზე ძველი დეფინიცია იოგასი არის დაახლოებით მე-3 საუკუნის, ანუ ეს არის კათა უპანიშადში. ეს არის ინდრია თარანა, ეს ნიშნავს გრძნობების დამორჩილებას და იქ არის ეტლის მეტაფორა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს, ასე ვთქვათ, როგორც ცხენები შებმული, ანუ გრძნობები იმორჩილებენ და ასე ვთქვათ, მიაქანებენ, ანუ რაღაცა გაურკვეველი მიმართულებით და აი აქ ხდება პირველი დეფინიცია იოგასი, რომ ეს არის გრძნობების დამორჩილება. მაგრამ კონკრეტულად რაში მდგომარეობს გრძნობების დამორჩილება, ეს იმ გარემოში, ანუ სხვადასხვა მასწავლებელს სხვადასხვანაირად ესმოდა. უნდა შეიკავოს, უნდა შეარჩიოს სწორი გრძნობები თუ რა ფორმით, ანუ რამდენიმე, ასე ვთქვათ, იქაც ეს ხდებოდა ამ ყველაფრის განხილვა არა დოგმატურად, რა ვიღაცამ ერთი რაღაცა თქვა, არამედ ეს პოლემიკა იყო. და ამით არის ძალიან საინტერესო, რომ თვითონ აი იოგას სუტრებიც და სხვა ტექსტებიც არის არა ისე, რომ თქვა, აი ვიღაცამ თქვა, რომ რაღაცა უნდა დაიჯერო, არამედ იქ არის ახსნა, არგუმენტაცია, ანუ როგორ მოქმედებს დაუშვათ გარემო ადამიანზე, ფსიქოლოგია და ეს
ამ მხრივ ძალიან საინტერესო არის. მაგრამ თვითონ კლასიკური განმარტება იოგასი შეგვიძლია ესეთი ფორმულირება გავუკეთოთ, რომ იოგა ეს არის კონცენტრაცია, ან ეს არის ტანჯვისგან, ამ მწუხარებისგან გათავისუფლების მეთოდი შემეცნების, ასე ვთქვათ, კონცენტრაციული შემეცნების გზით, ისე რომ ადამიანი მიწვდეს თავის მარადიულ ბუნებას, როგორც წმინდა ცნობიერებას. ხოლო შემდგომი ეტაპი ნიშნავს ამ შემეცნებაზეც უარის თქმას. მაგრამ მთავარი მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს არის ის, რაც ათავისუფლებს ადამიანს მწუხარებისგან შემეცნების გავლით, მაგრამ შემდგომ უკვე შემეცნებაც, როგორც უკვე აღარა საჭირო კომპონენტი, ესეც ვარდება. აი ესეთი კომპონენტი არის და რაც შეეხება აი ფიზიკური იოგას და ანუ ჯანმრთელობის თემას და ასანებს, აი ამას რომ გამოყვეთ, რომ ბერძნები, როდესაც იყვნენ ალექსანდრე მაკედონელის დროს ინდოეთში, იქ ჩანაწერებში ხდება ესეთი რაღაც, რომ ისინი ხედავდნენ ვიღაც ასკეტებს, რომლებიც რაღაც პოზებში იყვნენ. ხო, იქ არ არის ნახსენები, რომ ეს იოგა თუ რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა პოზები სრულდებოდა, თქვა აღწერილია, რომ თქვა ვიღაცა იწვა, ვიღაცა დაუშვათ ან მზეზე იჯდა, ან ხეზე იყო ჩამოკიდებული, ან ღამურას ასკეზა ქვია, ანუ ესე ფეხებით ან რაღაცა და როგორც ჩანს, ანუ ეს პოზები, სხეულის პოზები იყო გამოყენებული როგორც ასკეტიზმის საშუალება. შემდგომ უკვე პოზები სადღაც პირველი საუკუნეებისკენ პოზებს გაუჩნდათ მეორე დანიშნულება, ეს არის პოზები სამედიტაციოდ. აი, როდესაც უკვე ასანებზე არის საუბარი, ესენი იყო პოზები სამედიტაციოდ. ხოლო უკვე შუა საუკუნეებში, როდესაც უკვე ჰათა იოგა ჩამოყალიბდა, იქ ამ პოზებს შეემატა კიდევ ერთი დანიშნულება, ეს არის ჯანმრთელობასთან კავშირი. და ეს არის ანუ შუა საუკუნეების იოგას იდეა, რომ თვითონ ჯანმრთელობა გახდა როგორც განსაკუთრებული ღირებულება იოგებისთვის. იმიტომ რომ მანამდე ჯანმრთელობა იყო ღირებულება, მაგრამ სხვათაშორისი ღირებულება იყო, იმდენად აქცენტირებული არ იყო, მაგრამ აქ უკვე სუნთქვითი ვარჯიშები და ჰათა იოგას პერიოდს გულისხმობ, შეიძლება დაახლოებით მე-11 საუკუნიდან. აქ გაჩნდა ის უკვდავების იდეა, ალქიმია, ეს ყველაფერი ტანტრასთან დაუკავშირდა და ამ მიზნით ისინი მისდევდნენ აი ამ ასანებს. ოღონდ ეს ასანები როგორ მოქმედებდა სხეულზე? ანუ ისინი მედიცინით ხსნიდნენ ამ ყველაფერს, ნაწილობრივ მედიცინით, ან იმდროინდელი მედიცინით, რაც იყო კავშირში, აი როგორ წარმოიდგინოთ ჩაკრებთან და ადამიანის ენერგეტიკულ სხეულთან. ანუ ადამიანის ორგანიზმში არის არხები, სადაც მოძრაობს პრანა, სასიცოცხლო ძალა და ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ იმდროინდელ შეხედულებად მედიცინისა. და ამ გაგებით, ანუ ეს თავისებურად კი ახსნილი არის, ანუ თანამედროვე მედიცინა შეიძლება ამ რაღაცებს არ დაეთანხმოს, მაგრამ ჩემი აზრით ეს მაინც წინაპარი არის იმ მედიცინის, იმიტომ რომ მაინც როგორც ვთქვათ, არის ზურგის ტვინი, ანუ ხერხემალს წარმოადგენდა, წარმოადგენდნენ როგორც აი თავარ ღერწს ადამიანისას და ამიტომ აი ესეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნელ-ნელა ესე რაღაცნაირად ანუ ვითარდებოდა იმ პერიოდის მეცნიერების გვერდი-გვერდი. ძალიან საინტერესო არის ხოთა შორის, ანუ ალბათ არ მომბეზრდება ამის მოსმენა. სანამ გადავალთ თანამედროვე იოგის ნაწილზე, კითხვების დასმაზე, იქამდე თქვენ ახსენეთ უშუალოდ, რომ ეხლა რო ყოფილიყვნენ ძველი იოგები, ალბათ თანამედროვე მედიცინას მოემხრობოდნენ. ანუ თავიანთ დროში თანამედროვე სტანდარტებს მისდევდნენ, მაქსიმალურად ცდილობდნენ და ცდილობდნენ რომ დაენერგათ იოგაში, რაც ყველაზე მეტად ალბათ ამან მიიქცია ჩემი ყურადღება და წინათაც რო ვისაუბრეთ სტივ ჯობსის кейსზე, ეგ გამახსენდა ისევ. და ისევ მაგაზე ჩაგეძიებით, რამდენადაც იოგები იყვნენ იმ დროის თანამედროვენი და ცდილობდნენ რომ ყველა მეცნიერება გარკვეულწილად მოექციათ ერთ ჭერქვეშ იოგაში, როგორ ფიქრობთ, დღესდღეობით რომ მისდევენ, მაშინაც იგივე რაღაც ამიხსენეთ თითქმის რა, რომ მისდევენ ალტერნატიული მედიცინის საშუალებებს და მაგაზე თქვენი დამოკიდებულება ვიცი, მაგრამ მინდა რომ მაინც აქაც
ესე საჯაროდ მაგაზეც ვისაუბროთ, რამდენად პოზიტიური ან ნეგატიურია ეს ყველაფერი და როგორ შეიძლება ამის მიმართ შეხედულება ქონდეს თანამედროვე ადამიანს, ან თქვენ რა შეხედულება გაქვთ? ხო, სხვათა შორის, მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ Breaking Bad სერიალში Walter White-ის кейსი არის ის მიდგომა, როცა ექიმს ეკითხება, რომ მიუმართო თუ არა ალტერნატიულ მედიცინას და ის ამბობს, რომ ჩვენთვის ყველაფერი კარგი არის, რაც ჩვენს პაციენტებზე დადებითად იმოქმედებს, მაგრამ საჭირო არის მოლოდინების მენეჯმენტი. ამიტომ თუნდაც ადამიანს რაღაც სრულწმენები რო კონდეს, თუნდაც რო შევხედოთ, რომ განვაზოგადოთ და თქვა სრულწმენაც რო იყოს, თქვა რაღაცა თილისმა გაიკეთა, ან ვისაც წამს რომ ეს ქვები მოქმედებს და რაღაც იცავს ენერგეტიკულად ან რაღაცა, ხო? თუ ადამიანზე დადებითად მოქმედებს, ხო? ეს ძალიან კარგი არის, მაგრამ მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ალტერნატიული გზებით დაიმედებული ადამიანი გვიან არ მივიდეს ექიმთან. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ არ უნდა ჩაუკეტოს ალტერნატიულმა მედიცინამ, ანუ ზედმეტად არ უნდა დაიმედოს და ან მაშინ უნდა მოხდეს მენეჯმენტი, ასე ვთქვათ რა, არის დაავადებების დიდი ნაწილი შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და შეიძლება ზოგიერთისთვის ეს იყოს ხსნა. მაგრამ იოგას მიდგომა რა არის, ნახეთ, ჯანმრთელობა ერთი ასპექტია, მაგრამ ერთი არის რომ მე რაღაც დავიჯერო, თუნდაც ტყუილი და იმან ჩემზე დადებითად იმოქმედოს, მაგრამ იოგები ამობენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჯობია რომ სიმართლეს გაყვე, ის უფრო მეცარგებელს მოგიტანს, ვიდრე დროებითი რაღაცით დაუშვათ მოიტყუო თავი. ეს ცალსახად არის, იოგაში, ეს ეპისტემოლოგია, ასე ვთქვათ, შემეცნების თეორია დაკავშირებული არის, სხვა ადამიანის, ასე ვთქვათ, სისტემა, მათ შორის ეთიკასთანაც რა. და ამიტომ ეგ ამოსავალი წერტილი არის, რომ ასე ვთქვათ, დავიჭიროთ კავშირი, ასე ვთქვათ, იმასა, რის გვჯერა და რა მოლოდინები არის, ასე ვთქვათ, გასათვალისწინებელი და თუნდაც ახლა მარტივი რაღაცა არის, რომ როცა ვამბობთ, რომ მარტივი მაგალითი რა არის, რომ მე მივიღო დაუშვათ D ვიტამინი პირდაპირ, თუ მივიღო რაღაცა ბალახებით. რაც ასევე შესაძლებელი არის, ხო? მაგრამ ძალიან მარტივი რაღაც არის, რომ იმ ბალახში გარდა D ვიტამინის სიტყვაზე ვამბობ, ან თქვათ კალციუმისა, არის მილიონი ისეთი ნივთიერება, რაც მე არ ვიცი, მე მჭირდება თუ არა, ან ჩემთვის სასარგებლო იქნება თუ არა. და თავისთავად სასარგებლო ნივთიერება არ არსებობს, ყველაფერი არის თავის ნორმაში სასარგებლო. ამიტომ თანამედროვე მედიცინის, უპირატესობა ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, რომ რაღაცა მაგალითად მჭირდება, თქვა რაღაც ნივთიერება და მე შემიძლია მივიღო სხვადასხვა წყაროთი და რატომ მივიღო დაუშვათ ისეთი გზით, რაც საეჭვო არის, რომ იმ ბალახში მილიონი სხვა რაღაცა შეიძლება იყოს, რაც არ არის ჩემთვის სასურველი, ხო? და მე უბრალოდ ასე ვუყურებ, თორე ისე რა თქმა უნდა შესაძლებელი არის ადამიანმა მიმართოს ნებისმიერ გზას, რა ნებისმიერ ხერხს. უბრალოდ ესენი ერთმანეთს არ უნდა უშლიდეს ხელს რა. სულ ცოტა ხნით მოგაცდენ და გეტყვი რომ ბალანსი არ არის უბრალოდ პოდკასტი. ეს არის გზამკვლევი შენი სხეულის, გონების და ემოციებისთვის. 12 თემით შევეხებით ყველაფერს, ვარჯიშიდან გარემომდე. თუ მზად ხარ, გაარკვიო რა გჭირდება ჰარმონიული ცხოვრებისთვის, აუცილებლად გამოიწერე ჩემი YouTube არხი და არ გამოტოვო შემდეგი ეპიზოდები. ახლა კი დავუბრუნდეთ ვიდეოს. მაშინ პირდაპირ გადავალ თანამედროვე იოგაზე, სახეცვლილზე, როგორც ვახსენეთ უკვე, რომ მე-20 საუკუნემ ნელ-ნელა გარკვეულწილად რაღაცები დაამატა, რომ ალბათ თანამედროვეობას უფრო მორგებოდა. რა თქმა უნდა, საინტერესო არის დღევანდელი იოგაც, იმ გაგებით, რომ ამდენი ადამიანია მისით დაკავებული და თან ამდენი ადამიანი ამ ყველაფრით არა მხოლოდ ფიზიკურ აქტივობას, არამედ არის სხვა რაღაცა სულიერ სიმშვიდე თუნდაც პოულობს იოგაში. მე ეხლა დარბაზში რომ მივდივარ, ჩემთვის ვარჯიში არის უფრო ფიზიკურ აქტივობასთან დამოკიდებული და პლუს არის ხოლმე მომენტები, რომ მაგალითად სარბენბილიქზე ვდგავარ და ვფიქრობ ჩემთვის. თუმცა აი იოგაზე რო დადის ხალხი, ჩემი მეგობრებზე მაქვს საუბარი და ისინი მესაუბრებიან, მათთვის ეგ პოზებიც კი მხოლოდ პოზებთან არ არის დაკავშირებული და
უფრო სხვანაირად უყურებენ იმ გაგებით, რომ სიმშვიდესთან ასოცირდება მათთვის და ცხოვრება რო რთულია და რთული დღეების გადატანა უწევთ ხოლმე, იქ მშვიდდებიან იმით, რომ ეგ ყველაფერი მათ შინაგან სამყაროზე მოქმედებს დადებითად რა. გონია რომ სახეცვლილებამ გარკვეულწილად ამასაც ის pushing-ი მისცა და უბიძგა რომ ცოტა ესე წასულიყო. შეიძლება არ ვიცი, რამდენად სწორია და არ არის სწორი, მაგრამ ეხლა თანამედროვე იოგაზე მაინტერესებს უშუალოდ თქვენი დამოკიდებულება და რა არის თანამედროვე იოგაში კარგი ან თუნდაც ცუდი. როგორ ფიქრობთ? ანუ სუნთქვაზე კონცენტრაცია არის ის, აი მშვიდი სუნთქვა, რაც ადამიანის ნერვული სისტემას ამშვიდებს რა. ნახე, გაკვეთილს რო ვატარებთ, ხო, თქვათ, ნებისმიერი სახის გაკვეთილს, შეიძლება რაღაცეებზე გავაკეთოთ აქცენტი, რა, თქვათ, ძალაზე, მოქნილობაზე და ანუ ჩვენი ენერგია, როცა მოსწავლეს მივმართავთ, რაღაცაზე უფრო მეტად მივაქცევინოთ ყურადღება და იოგაში მეტად ვაქცევინებთ ყურადღებას სუნთქვაზე. თორე, ანუ იგივე რომ მოახდინოს მაგალითად კრივში, აი თქვათ კრივის ტრენერმა, რომ ესე იგი სუნთქვაზე ისედაც არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო, ანუ ყველა აბსოლუტურად ყველა აქტივობაში, მაგრამ უბრალოდ მეტი აქცენტი რო გააკეთებინოს. მაშინ ჩემი აზრით იგივე ეფექტს მიიღებს. ანუ ერთ-ერთი ანუ დაუახლოვდება იოგას რა, იმიტომ რომ ის კონცენტრირდება, ანუ რასაც ქვია, ანუ სუნთქვის რიტმზე რა. უბრალოდ ჩვენ მაგალითად აი ტენისს მაგიდის ჩოგურს თამაშობ ხოლმე და იქაც არის რომ გააჩნია აი რა ემოციით თამაშობ რა. რომ მაგალითად ვიღაცა თქვათ გვერდზე მაგიდებზე ხან არის თქვათ ღრიალი გინება და რაღაცა რომ აი როგორ ავაცილე და რაღაცა ხო? აი ეგ განწყობა არის ჩემი აზრით განსხვავებული რა, რომ იოგა არ არის პირველ რიგში ანუ შეჯიბრი და ასევე ფიტნესიც ანუ მაგაში შეგვიძლია რომ იგივენაირად ადამიანს ალბათ ესე უხსნი ხოლმე რომ ეს და მნიშვნელოვანი არის რომ ნეგატიური ემოციებით არ ივარჯიშოს ადამიანმა რომ მაგალითად რაღაცა ნაკლი მაქვს და აქედან გამომდინარე სხეულის რაღაცა ნაკლი მაქვს და აქედან გამომდინარე ვარჯიშობ ანუ შეიძლება ვთქვათ ტრენერმა რაღაცნაირად დააკომპლექსოს და აქედან აუმაღლოს мотиваცია რა რაღაცა. შეიძლება არ დააკომპლექსოს და პირიქით გაათავისუფლოს და ჯანსაღად წაიყვანოს რა. და აი მე მგონია რომ თვითონ იოგას აი ეს მოყვება რაღაცნაირად ის რომ ადამიანი უბრალოდ იმ გარემოში პირველ რიგში მაგას გრძნობს რომ ის არ ედრება არავის, არ ეჯიბრება არავის და ამ ვარჯიშებს აკეთებს მაქსიმალურად კონცენტრირებულად, სხეულზე კონცენტრირებულად, ნერვულ სისტემაზე კონცენტრირებულად და გარდა იმისა ცალკე როცა კეთდება, ანუ შავასანა, ანუ ასე ვთქვათ, რელაქსაციის ტექნიკები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი, ანუ კრავს ანუ მთლიანობაში ამ იდეას რა. და მაგითო ვეუბნები ხოლმე, რომ მე მგონია, რომ სიტყვაზე მე რო წაგიყვანო, ვთქვათ, ტენისზე და მე რო გავარჯიშო ტენისი, ჩემგან იგივე ეფექტს მიიღებ. იმიტომ რომ მე დამოკიდებულება მექნება, ასე ვთქვათ, იოგური დამოკიდებულება მექნება რა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანი ასე ვთქვათ, სავარჯიშო მასწავლებელთან ან სავარჯიშო გარემოში თავის თვითშეფასებას სიტყვაზე სხეულით იმაღლებს თუ გრძნობს, რომ ისედაც თვითკმარია, მაგრამ ამავდროულად მაინც უნდა ივარჯიშოს ხო არა და იმიდან გამომდინარე რომ დავუშვათ რაღაცა აი აუცილებლად ჭირდება რომ დავუშვათ ესეთი საჯდომის ფორმა უნდა მქონდეს და რაღაცა და აი ვიღაცა მაგარია აქედან გამომდინარე და ვიღაცა ხო აწუხებს ჭარბი წონა და აქედან გამომდინარე დაითრგუნოს რა თანამედროვე იოგას აი ეს მოყვება რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია იმიტომ რომ მე ვიცი ასევე იოგას სკოლები სადაც ძალიან ნერვიულად არიან ჩართულები რა საზღვარგარეთ გულისხმობ ან ერთ-ერთ წამყვან სკოლას რა სადაც მაგალითად თუ გააკეთე მაგარი პოზა ესე იგი იმათი ენით ინდოეთში რა კაცი ხარ რა ხო ანუ ეგეთი და იქ ადამიანები მიუხედავად იმისა რომ მაგარ პოზებს აკეთებენ ანუ კონკრეტულ სკოლაზე მაქვს საუბარი და რაღაცა
ფიზიკურად რაღაც გასაოცარი ეს არის შინაგანი დამოკიდებულება, ხო, როგორც ჩემი მეგობრები თვითონ რომლებიც წლების განმავლობაში დადიოდნენ იმ კონკრეტულ სკოლაში, კონკრეტულ მასწავლებელთან, ხო? ძალიან ესე ვთქვათ, უარყოფითი ემოციური ის იგრძნობოდა, ანუ ურთიერთშეჯიბრებითობა და რაღაცნაირად ადამიანის აღიარება სხეულის მიხედვით. გაქვს მონაცემები, ესე იგი მაგარი ხარ. და არადა პირიქით უნდა იყოს, რომ იოგა უფრო უნდა იყოს ადამიანის დამხმარე იმ გზაზე, რომ სხეულთან მაინც და მაინც არ გაიგივდეს და სხეულის გამო არ იყოს ან დაკომპლექსებული, ან დაუშვათ გაიგივებული, რომ აი იგივე რაღაც გარეგნულ ასპექტებთან რა. და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეგ იოგას ასევე ერთ-ერთი კლასიკური განმარტება ისიც არის, რომ იოგა არის შეწყვეტა ადამიანის გაიგივებისა გარეგნულ ასპექტებთან. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მე ჩემ თავს უკვე ვაფასებ აი ამ ყველაფერი იმით, რაც მაქვს გარეგნულად და რაც სხვისთვის თვალსაჩინო არის და ასე თუ ისე, ანუ ადამიანს თუნდაც თანამედროვე ინსტრუქტორებს ეს ყველაფერი რომც არ წაეკითხათ, რომ დავუშვათ ეს იგრძნობა და ისინიც რაღაცნაირად გრძნობენ და უკვე გაკვეთილს რო ატარებენ. აი ეს არის ასე ვთქვათ საიდუმლო რა, ანუ რაც იოგასთან ახლავს. თორე ეხლა მაგალითად მე უკვე ვეღარ ვარჩევ პილატესს და იოგას რო უყურებ რეკლამებში რა. იმდენად ისიც უცნაური არის, ხო, მე ხო ან იოგასაც ასევე კრიტიკულად შევხედე, რომ თქვათ 80% რაღაც მე-20 საუკუნეში გამოგონილი რაღაც არის და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ გამოგონილი არნიშნავს ცუდს, ეს პირიქით შეიძლება უკეთესი იყოს. უბრალოდ თემა ის არის, რომ ვიღაცა რო იგონებს, უნდა თქვას, რომ აი მე გამოვიგონე და არ უნდა მომატყუოს, რომ მე 5000 წლის რაღაც არის, იმიტომ რომ ამით ერთი მხრივ мотиваციას კი მიმაღლებს, რომ მაგალითად მე როცა ვთქვათ ლექციების დროს როცა იგებენ რაღაცა ეს ვარჯიში რომელიც გონიათ რომ რაღაცა 5000 წლის იყო, რაღაცა დღეს გაჩნდა, ხო? ამით ამბობენ რომ ადრეო ესე ვფიქრობდიო რომ რაღაც საკრალურს ვაკეთებდიო და მეც მაძლევდაო და ეხლა რაღაცნაირად არ მინდაო გამიცრუდეს, რომ თურმე რაღაცა და მე ამბობ რომ ეს მაგია რაც მუშაობს არის უბრალოდ შენში. და ნებისმიერ ვარჯიში ეს შენ თვითონ უნდა ჩადო. და ის საკრალურობა აღარ გჭირდება რა რაღაცა. და ანუ ეგეთი ის არის რა მომენტი არის, რომ დაუშვათ თავარი არის, რომ ადამიანი მიაგნოს თვითონ ანუ თავის თავში, ან რა უნდა ჩადოს და რაც შეეხება ეს უკვე ზღვარი იკარგება, იმიტომ რომ არის Human Kinetics-ენ ეგეთი სერია არის, სადაც უშვებენ ანატომიების წიგნებს კონკრეტული სახეობებისთვის. თქვათ არის ამერიკული სერია არის. სხვადასხვა ეგეც დათარგმნა იოგას ინსტრუქტორის კურსზე. ჩვენ ვიყენებთ იოგას ანატომიას. და იქ არის იგივე პილატესის ანატომია, გოლფის ანატომია, ფეხბურთის ანატომია. სპორტის ხო? სხვადასხვა სპორტის, მათ შორის ანუ იოგასიც არის და რო ვუყურებ უკვე აი ვეღარ ხვდები განსხვავებას ფიზიკური თვალსაზრისით, თორე იგივე პოზები არის, გინდა პილატესი დაარქვი, გინდა რა, თუ შინაგანი ეს სულიერი რაღაც არ დევს, განსხვავებას უკვე ვეღარ ნახავ რა. და ისიც ხო უცნაურია, რომ ანუ რა კავშირი აქვს ჟოზეფ პილატესთან ამ ვარჯიშებს, იმიტომ რომ ის ჟოზეფ პილატესი თქვა ცხოვრობდა 100 წლის წინ, როცა ცხოვრობდა და რაღაც ვარჯიშებს აკეთებდა სულ სხვანაირად და სულ სხვა რაღაცეებს. დღევანდელი ის ასევე ძალიან განსხვავებული არის და ამიტომ ბევრი რაღაცა ფიტნესში უკვე საერთო რაღაცა ფონი ხდება, მაგრამ ამიტომ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე იოგას ინსტრუქტორებმა იმისთვის, რომ დარჩეს იოგა და დარჩნენ იოგას ინსტრუქტორებად და საჭირო არის, რომ მათ შეისწავლონ იოგას ფილოსოფია. რაც არის და რაც განასხვავებს, რომ მყარად იყვნენ ამაში რა. მესმის, ანუ საიდუმლო რეცეპტი მაინც ის შინაგანი. ხო, ეხლა ეს ზედაპირულად თქვი, ხო, რაც არის იოგას ფსიქოლოგია, მაგრამ იქ არის ძალიან ღრმა დეტალები, როგორც თქვი, კავშირი თქვათ ფსიქოლოგიასთან და ასე შემდეგ, გრამატიკას, მანტრების თემა და მეტყველების თემა და ასე შემდეგ. ბევრი თეორია არის. მე არ ვამბობ, რომ იოგა ყველაზე მაგარი თეორია, იმიტომ რომ იოგას ყავდა თავისი კონკურენტი თეორია, მაგალითად ბუდისტები, ხო? ბევრი რაღაცა მათ სიახლოვეც აქვთ, მაგრამ მათ ქონდათ პოლემიკური დაპირისპირება. ბევრ სკოლას ქონდა ერთმანეთთან, ხო? ესეც უცნაურია, როცა ადამიანი თქვა ერთდროულად იოგასაც ასწავლიდეს და ბუდიზმსაც. იმიტომ რომ
მაშინ რაღაც ჩამოყალიბების თემა არის რა, იოგას როგორც სკოლას გულისხმობ რა. მესმის იდეაში ხო ჩემთანაც სფეროშიც ფიტნესშიც განსხვავება არის როგორი დამოკიდებულება აქვს ტრენერს და გავაიგივე ეგ ნაწილიც რა იმ გაგებით რომ მე მაგალითად სტრესის მენეჯმენტზე უფრო ორიენტირებული ვარ არის ხალხი ვინც კალორიაზე უფრო ორიენტირებულია და ძალიან დიდი სხვაობა არის მე ამ ორს შორის როგორი კომუნიკაცია აქვთ მოსწავლეებთან შეიძლება კალორიაზე დამოკიდებულმა იმაზე დაიწყოს კამათი და ჩხუბი რომ რატო დაარღვიე და ჩემთვის პირიქით მირჩევნია რომ რაღაცის ერთი ნამცხვრის ნაჭერი ჭამოს და ბედნიერი იყოს და სტრესის ჰორმონი არ გამოიყოს რომელიც ორჯერ უფრო ნეგატიურად აისახება შემდგომში ვიდრე ის რომ მაგალითად არ დაერღვიან რამე მსგავსი არის კიდე ის დამოკიდებულებებიც რომ რო ეუბნები ვარჯიშობ პირდაპირ კითხვას გისვავენ მკერდზე რამდენ კილოს წევ მაგალითად თითქოს შენი მკერდი 120 კილო უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე ის რომ ზოგადად 8-9 წელია ვარჯიშობ და ჯანსაღად მიყვები ყველაფერს ალბათ აქ უფრო იმან გამოიწვია ეს ყველაფერი რომ ყველა კუნთს რო ვარჯიშობენ მე სარკესთან დგანან და ამოწმებენ აბა როგორ გაიზარდა და რაღაცა სინამდვილეში ბოლო წლები რაც ამ 7 წელია უკვე გადაშვებული ვარ თავით ამ ფიტნესში და ბოლო 2 წელია უკვე ორიენტაცია არა კუნთის ზრდაზე, არამედ შინაგანად რამდენად მოყვება ეს ყველაფერი და რამდენად სიამოვნებს მაგაზია რა. ცოტა ღიპიც მერე უფრო მოვუშვი, იმიტომ რომ გრძნობ რომ ესე უფრო კარგად ვარ, ვიდრე ის რომ აი 6 კუბიკი უნდა მეტყობოდეს და სტრესში ვიყოს, მოხარშული ვჭამო და რაღაც მსგავსი. რაც ძალიან მომეწონა რომ ავღნიშნეთ რა. იდეაში მაშინ მე მაინტერესებს უშუალოდ თქვენი იოგას მიმართ დამოკიდებულება რატომ იოგა რამ ჩაგითრიათ ესე ბჭყალებში რო ვთქვათ და დღემდე როგორ ეს აქტიურად მე თვალი გადავავლე მე ყველაფერს და არა უბრალოდ მოყვებით აქტიურად მოყვებით სკოლას და სხვა დანარჩენს რო თავი დავანებოთ წიგნების ნაწილში ხართ გადაშვებული ეხაც ვნახე რამდენიმე ეპიზოდი უშუალოდ პოდკასტი რო გაქვთ საკუთარი და ასე შემდგომ და თითქოს ვცდილობთ რომ საქართველოში ეს იოგის არა მხოლოდ იოგი იყოთ, არამედ სხვა ადამიანებთანაც ინფორმაცია მიიტანოთ, რაც შემთთვის ძალიან პოზიტიური სიახლე იყო რა და რამაც ძალიან დადებითი დამოკიდებულება გამიჩინა თქვენს მიმართ. ამიტომ მაინტერესებს რატომ შეგიყვარდათ იოგა ესე ძალიან რა იყო მთავარი მიზეზი და დღეს რა გამოძრავებთ? მადლობა. თინეიჯერობიდან არაერთხელ აღმინიშნავს ალბათ გარკვეული კრიზისული პერიოდის დროს ზოგადად რაღაცა სპირიტუალური რელიგიური რაღაცების მიმართ მქონდა ინტერესი, ალბათ სახარებით დავიწყე და მე სულიერ ლიტერატურას მივყევი ესე და იმ დროს იოგა ნამდვილად არ იყო რაღაც პრესტიჟული რაღაცა. პირიქით, ჩემი ოჯახში ძალიან ცუდად აღიქვამდნენ, როგორც რაღაცა უცხო სხეული რა, ჩვენს კულტურაში რა ესე და მაგითო ეს რაღაც კონფლიქტური დამოკიდებულება იყო. არც მიფიქრია სხვათა შორის, რომ ეს შემოსავლის წყარო შეიძლება ყოფილიყო. ეს ამისგან დამოუკიდებელი იყო სრულად რა. და ხო, ეგ თემა იყო და შემდგომ ერთი მხრივ იოგას ახასიათებს ესეთი რაღაცა, რომ დღესაც ეს რაღაცა სექტებთანაც არის კავშირში რა და მე რაღაცნაირად გადარჩენილი ვარ, რაღაცნაირად შევედი ამ ყველაფერში და ჩემი აზრით შევინარჩუნე კრიტიკული აზროვნება რა. იმიტომ რომ ძალიან ძნელია რომ სადღაც არ გაიჭედო და რაღაცა არ ჩაგითრიოს ამან ისე რომ მე დაკარგო თვითკრიტიკულობა და თვითონ იოგას მიმართ კრიტიკულობა. ამიტომ მე იოგას რო უყურებ, რაღაც გაგებით ჩემთავს იოგას კრიტიკოსათაც განვიხილავ რა. და გარდა მაგისა, მე აღმოვაჩინე, რომ გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ვარჯიშობ, გონების ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანი არის. მედიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი არის და მათ შორის იოგა კავშირში არის ფილოსოფიასთან. ეს twins ავარჯიშებს რა. სინამდვილეში ხალხს გონია, რომ თქვათ მე რადგან ბევრ წიგნს ვკითხულობ, ბევრს ვფიქრობ. სინამდვილეში საერთოდ შეიძლება ყველაზე ნაკლებს ვფიქრობდე, რასაც overthinking ქვია რა. ამისგან საერთოდ თავისუფალი ვარ. მე რო ვკითხულობ, ამისგან სიამოვნებას ვიღებ, ეს არის ვარჯიში, ასე ვთქვათ რა. და სხვადასხვა თვითონ იოგაში მეორე თავში კითხვა
აი ამ ლიტერატურის, იოგას ლიტერატურის შესწავლა განხილულია როგორც იოგას მთავარ პრაქტიკად. და გეუბნებიან, რომ თვითონ საინტერესო ის არის, რომ მისდეო, ჯერ გაარკვიო თვითონ იოგას ასეთ ლიტერატურაში გვხდება, რომ პირდაპირ რომ იწყებ რაღაც მედიტაციებს ან რაღაცებს, იქნება არ ეთანხმები, ხო? და აი ეს სიღრმეში რომ შედიხარ, აი ვერ წარმოვიდგენთ, იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებ, ანუ ისეთ საკითხებზე, ასე ვთქვათ, დაკვირვებებს რომ ვაწარმოებ და ამავდროულად ეს ლიტერატურა, ანუ არის საუკუნეების განმავლობაში სხვების აზრები, რომლებიც არ გეშინია რომ დაუშვა. ან ნახე, სექტანტური ტვინი არის როგორ მოწყობილი, რომ ეშინია რომ განსხვავებული აზრი დაუშვას. იმიტომ რომ ჩამოენგრევა თავისი რწმენა და ამ დროს რაღაცა თავის იდეას ადასტურებს და სხვებს აკნინებს რა. ანუ მაგალითად მე სწორი ვარ და სხვა მცდარია და ეს ასე ვთქვათ დაშვება სხვა აზრების, სხვა სკოლების, ფილოსოფიის მათ შორის არის ის, რომ შენ არ გეშინია და თუ სწორი აზრი გაქვს, მაშინ უნდა გასცე პასუხი რა, ასე ვთქვათ, შენს გონებაში რა. აი ეგეთი რაღაცნაირად პროცესი არის ჩემთვის რა და გარდა ამისა, ანუ გაზიარებაც არის, ანუ განათლების პროცესი არის რა, რაც თვითონ მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი თვითონ პრაქტიკა. ჩვენ წიგნის კითხვა არ უნდა გავიგოთ ისე, როგორც მხოლოდ თეორიული პროცესი რა. აზროვნება პირიქით არის, ანუ ეს პრაქტიკული პროცესია და ფილოსოფია პირიქით მეხმარება იმაში, რომ ზედმეტი არ ვიფიქრო ისეთ რაღაცებზე, რასაც აზრი არ აქვს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აზროვნების ეკონომიას ახდენს. გასაგები არის, ესეც საინტერესო იყო. ძალიან საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა და ძალიან მიხარია. იდეაში შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, თანამედროვე იოგა, უშუალოდ ძირძველი იოგა და საბოლოო ჯამში დღეს ადამიანმა რამდენადაც უფრო ჯანმრთელობაზე და ასე შემდგომ არის ეს პოდკასტი მიმართული, როგორ უნდა გამოიყენოს თქვენი გამოცდილებით, რომ ყოველდღიურობაში დანერგოს, შეიძლება თქვათ კვირაში 7 დღე იოგით არ იყო დაკავებული, მაგრამ თუ იოგით ხარ დაინტერესებული, მან დადებითი გავლენა რომ მოახდინოს შენს ცხოვრებაზე, აზროვნებაზე, თუნდაც ფიზიკურობაზე და ასე შემდგომ. რა არის თქვენი გამოცდილება, რას ურჩევდით მაყურებელს და ასე შემდეგ. მე ყოველთვის აი წლების განმავლობაში ურჩევ თვითშესწავლას. და ყველაზე კარგ რჩევად ალბათ მიმაჩნია, როგორც ჰეგელის მოყვარული, რომ ჰეგელი ამბობს ისტორიის ფილოსოფიაში ესეთ რაღაცას, რომ ხო არის თქვათ აი სოფლიო ისტორიული გამოცდილება. და ის ამბობს, რომ სინამდვილეში არც ერთ მართველს, ანუ არასდროს ვერ გამოუყენებია ეს გამოცდილება, იმიტომ რომ ყოველი აწყვო არის ახალი რეალობა. და ყველაზე კარგი რჩევად ჩემთვის ალბათ ეგ იყო, რომ შენ ყოველ აწყვოს უნდა შეხედო როგორც ახალს და არ არსებობს რეცეპტი. იმისა თუ რა უნდა გააკეთო და რა არის შენთვის სწორი და არასწორი. რაშიც შეიძლება თანხმდებოდეთ ჩვენ არის ალბათ ცოდნა თვითონ, რაც სწავლადია, თქვათ მათემატიკა ჩვეულებრივად დასწავლადია, ვარჯიშები დასწავლადია, ასე შემდეგ. მაგრამ აი გადაწყვეტილების თემა, რაც შინაგანი არის, ხო? აქ არ არსებობს, აი ყველაზე კარგი რჩევად მიმაჩნია ეს, რომ აქ არ არსებობს რჩევა. და ამიტომ ყოველთვის ვურჩევ ხოლმე, რომ ჩემთვის კომფორტული არის, რომ არა როცა მე ვარ პოზიციაში, არა ის, რომ მე მოძღრავ სხვას, არამედ მე რაც წავიკითხე, ისიც რო წაიკითხავს და მე ერთად რო დიალოგში შევდივართ, რომ იქნება მე შევცდი და მე არასწორ ინტერპრეტაციას ვაკეთებ ამისას. მოდი შენც ნახე ის ფილმი, რაზეც საუბრობთ. შენს თვითონ გამოსცადე. ხო, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მე უნდა გავხდე რაღაც ავტორიტეტისავით, რომელსაც ვიღაცა დაუჯერებს და ეს ძალიან მოსაწყენი არის. ხები, ანუ გამოდის რომ საკუთარ თავს ეთამაშები რა. არ არის ანუ ეს საინტერესო. არსენაც ხა ჩვენ საერთო მეგობარი არის არსენა. მოგითხა არსენას. აქედანაც მოგითხა. ჩემი მასწავლებელი არის არსენა და სულ ეგ დამოკიდებულება აქვს. რამეს რო ვეკითხები, მეუბნება რომ შენით ჯერ მოიძიე და მე ვქონდეს დიალოგი იქნებდა რაღაცა რა. რის გამოც ძალიან ესე მიხარია რომ მასთან კომუნიკაცია მაქვს და
თქვენთან კომუნიკაციაც ამ მომენტში ვიაზრებ, რომ ძალიან სასიამოვნო იმიტომ არის, რომ არ გაქვთ ეს დოგმატური დამოკიდებულება, რომ ეს უნდა ქნა. იმ გაგებით, რომ თუნდაც მოსწავლეებს რო უხსნი რაღაცას, ესე უნდა ქნა, ყოველთვის ის სხვადასხვა დამოკიდებულებები აქვთ მაგალითად რა. არა მაგალითზე ავიღებ ერთ ძალიან ანუ ალბათ უფრო კომიკური არის, ხელის ვარჯიშებს რო ვაკეთებდი, 4 წელი ისე ვარჯიშობდი, რომ არასდროს მქონია იმის გააზრების მომენტიც კი, რომ შეიძლება დაუმჯდარიყავი რა. და ერთ-ერთი მოსწავლე, ანუ ზარმაცი არ იყო, მაგრამ მკითხა, რომ რო დავჯდე რა იქნებაო, სხვაობაო და მაშინ გავიაზრე ზუსტად, რომ ანუ ხელის ვარჯიშის დროს შეიძლება დაჯდე, ან მხრების ვარჯიშის დროს, იმიტომ რომ მხოლოდ ხელები მოძრაობს რა. და მაშინ აღმოაჩინე, რომ ეგ არასდროს არ მეფიქრია. შეიძლება ამდენწლიანი გამოცდილება მქონდა, მაგრამ იმ ადამიანმა, რომელს მეორეჯერ თუ მესამეჯერ იყო დარბაზში, უფრო მეტი რაღაც გაიაზრა, იმიტომ რომ მისთვის სხვანაირი იყო ეს ყველაფერი. ბოლო კითხვით შემოვიფარგლები, რომლებსაც ვცდილობ რომ ყველას დაუსვა, რა არის ის გამონათქვამი ან წიგნი თუნდაც რაიმე ისეთი, ან თქვენ რაც გითქვავთ სხვისთვის, რამაც თქვენი სოფლმხედველობა, ან ყოველდღიურობა, ან ზოგადად დამოკიდებულებები შეცვალა და რომელიც ეხლაც მნიშვნელოვანია და თვლით რომ კიდევ მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ცხოვრების განმავლობაში. ხო, მე მგონი ეტაპობრივად ხდებოდა, ანუ გავლენა, ანუ წიგნმა ყველაზე მეტი რაც მოახდინა, ერთი ანუ იოგას ლიტერატურა არის, ანუ იგივე იოგას სუტრები, რაზეც მუშაობ და მედიტირებ, ანუ ეს მედიტაცია ამასაც მოიაზრებს, არა უბრალოდ რაღაც გააზრების დონეზე, ანუ მეტამაზრებში ღრმად შესვლას და ასევე სხვადასხვა დასავლურმა ფილოსოფიამ. რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლურ ფილოსოფიას მივიდა განსაკუთრებით ჰეგელს და სხვადასხვა ალბათ წიგნი, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა, ალბათ ეგ არის ლოგიკის მეცნიერება, რომელიც არის იდეებზე და გვაჩვენებს, რომ ეს იდეები ადამიანებს კაცობრიობას რაც გვაქვს, იმდენად ზოგი დაპირისპირებაშია, რომ თითქოს არათავსებადია, მაგრამ ამავდროულად არათავსებადი შეიძლება იყოს თავსებადი. და მეორე მხრივ მაჩვენა იმან, რომ ლოგიკა ადამიანმა უნდა აიღოს თვითონ ბუნებისგან, ანუ რეალობისგან. რაც არსებობს, ის არის თვითონ ანუ რაღაცნაირად ლოგიკური და ჩვენ კი არ უნდა მოვახვიოთ ლოგიკურობა სამყაროს. აი მაგალითად, ადამიანის ნერვები ეშლება ან რაღაცაზე, ან თქვათ თავრობაზე, ამაზე ბუნებრივიც არის, ხო? ანუ ისეთ სიგიჟეში ვცხოვრობთ და რაღაც, მაგრამ შენ რაღაც გაიგებით ხვდები, რომ ეგ ლოგიკურიც არის. ანუ შენ ცნობიერებაში თუ ვერ ჯდება სამყაროს მიმღებლობა თუ არა გაქვს, უბრალოდ შენ თვითონ დაიტანჯები და როცა ხვდები, რომ მაგალითად აი ჩვენაერ საზოგადოებაში, ხო, ესეთი მთავრობა რეალისტური არის. პირიქით იქნებოდა გასაკვირი, რომ ჩვენ თქვათ არჩევანს რო ვაკეთებდეთ განათლებაზე დაფუძნებულად, თქვათ ეკონომიკაზე დაფუძნებულად, სამართალზე დაფუძნებულად, ხო? მაშინ ვიტყოდით, რომ რატო სხვანაირი შედეგი არ მივიღეთ, ხო? მაგრამ ეს ხო სავსებით ლოგიკური რაღაცა არის რა. და აქედან გამომდინარე, ადამიანი იტანჯება მაშინ, როცა ჩვენი წარმოდგენა რეალობასთან არ არის შესაბამისობაში რა. და ეს არნიშნავს, რომ რეალობა არ შევცვალოთ. პირიქით, ეს დანახვა გვაძლევს დიდ ენერგიას, რომ შევცვალოთ, ხო? ანუ მე რო იმედი არ მქონდეს, რომ დაუშვათ ამდენი წიგნით და ამდენი თქვათ რაღაცა ჩემს განმანათლებლობას რაღაც შედეგი ექნება, თქვათ, აი მუშაობას, თქვათ სტუდენტებთან და ასე შემდეგ, ხო, ანუ ნამდვილად, მაგრამ ის ხალხი მაძლევს ამ სტიმულს, ამ ენერგიას, ანუ რომ ძალიან კარგი ადამიანები არიან ჩემს ირგვლივ. ანუ სტუდენტების მხრივ, ანუ რაღაცნაირად ეს მიზიდულობის თანხმედრა არის, ეს მაძლევს ენერგიას რა, მაგრამ აი ეგ თემა არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი წარმოდგენა როგორც კი ცდება, ან ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ რეალობა უნდა იყოს სხვანაირი. და რომ დაუკვირდები, მე ხვდები, რომ არა ეგ ეგრე უნდა იყოს, მაგრამ თუ გინდა, რომ სხვანაირი იყოს, მაშინ კეთილი ინებე და ცოდნაზე ააშენე ის რეალობა, ქვეყანა და შრომაზე, წესრიგზე და ასე შემდეგ და მე სხვანაირი შედეგი გვექნება რა.
სრულიად მესმის და სრულიად გეთანხმებით კიდევ ერთხელ. იდეაში ამაზე გამახსენდა ერთ-ერთი მარკეტოლოგის წიგნი არის, სადაც ხსნის რამდენად არაადეკვატური შედეგები აქვთ ხოლმე მარკეტინგში. შეიძლება საერთოდ თანხმედრაში არ იყოს იმებთან, მაგრამ დღევანდელ, ცდილობენ ახალი ინდუსტრია მარკეტინგი ცდილობს, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი ცვლილებისკენ რომ მიდის, მეტი ყიდვისკენ მოგიწოდოს და რაღაც გავსი, მაგრამ ყოველთვის ცდება თითქმის. იმიტომ რომ ვერ იაზრებენ, რომ ლოგიკაში რაღაცები არ ჩდება. ანუ ადამიანის გონება ლოგიკაში თითქმის არასდროს არ ჩდება და 92% იყო მაჩვენებელი იმისა, რომ უმეტესწილად ცდებოდნენ. იმიტომ რომ რამდენჯერაც ლოგიკაში სვავ, ადამიანი ხანდახან სხვანაირად იქცევა. მარტივი ის იყო კვლევა, რომ გერმანიაში ყველაზე ხშირი ყიდვადი ორი ნივთი იყო ლუდი და პამპერსები. იმიტომ რომ სახლში რომ მიდიოდნენ მამები, ლუდთან ერთად შვილებისთვის პამპერსებს ყიდულობდნენ და ამ კვლევამ აჩვენა, რომ მარკეტში რო ეგ ორი ერთად დაედოთ, უფრო მეტი გაიყიდებოდა ვიდრე ისე. შეიძლება ძალიან არალოგიკურია, მაგრამ ლოგიკაში მერე რო ხსნი ჯდება. და ძალიან ის არის, მეც რატომღაც ამ ბოლო დროს უბრალოდ ეგ წიგნი წავიკითხე სულ რამდენიმე თვის წინ და ამ ბოლო დროს უფრო სხვანაირად შევხედე მაგ ყველაფერს. პირველ რიგში მადლობა დღეს სტუმრობისთვის. სასიამოვნო იყო თქვენთან დიალოგი. იმედი მაქვს, რომ ხშირი კომუნიკაცია მექნება თქვენთან და როდესაც დახმარება ჩემი მხრიდან დაგჭირდებათ, ნებისმიერ დროს მზად ვარ დაგეხმაროთ. ასევე დიდი მადლობა. და მაყურებელს შევახსენებ, რომ ყოველ ორ კვირაში ერთხელ, შაბათს 8 საათზე შეგიძლიათ უყუროთ პოდკასტ ბალანს. ნახვამდის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობა, ნახვამდის.